აღმოჩნდა, რომ თითქმის ყოველი ძირითადი ფუნდამენტური მცნების და თეორიული დოგმის შესახებ მრავალი საუკუნის წინ მოუწყებდა წმინდა წერილი ბიბლია. მოვიყვანთ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითს. ვინ თქვა პირველად, რომ სამყარო წარმოიქმნა უფორმო მატერიისგან? დაახლოებით 200 წლის წინ მეცნიერება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი სამყარო წარმოიქმნა უფორმო ამორფული მატერიისგან. ამის შესახებ ბიბლიაში ქრისტეს დაბადებამდე ნათქვამია წიგნში სიბრძნე სოლომონისა. თავი მე-11, მუხლი 17. რადგან არაფერი დააბრკოლებდა შენს ყოვლის შემძლე ხელს, რომელმაც უსახო ნივთიერებისგან სამყარო შექმნა. სოლომონი გვეუბნება უსახურიო, ანუ სახის და შესაბამისად ფორმის არ მქონეო, რაც თავისთავად ნიშნავს ფორმის არ მქონე ამორფულ, უფორმო მასას. ვინ თქვა პირველად, რომ დედამიწა არაფერზე არ დგას? ნებისმიერ თანამედროვე ადამიანს ჯერ გაეცინება იმ სპილოების თუ ვეშაპების გახსენებაზე, ვისაც ძველი წარმართები მიაწერდნენ დედამიწის დასაყრდენ ფუნქციას. შემდეგ კი გაუკვირდება მათ მაგივრად, თუ რატომ არ მიაქციეს ყურადღება მაცხოვრიშობამდე 1900 წელს ცხოვრები წინასწარმეტყველი იობის ნათქვამს. წიგნი იობისა, თავი 26, მუხლი 7. განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაგკიდა დედამიწა. აღსანიშნავია, რომ ეს ნათქვამია მაშინ, როცა არ არსებობდა არც ასტრონომია და არც დედამიწის გარშემო მოგზაურობებს ჰქონდათ ადგილი. ვინ თქვა პირველად, რომ დედამიწა მრგვალია? ეს არ უთქვამთ პირველად მე-16 საუკუნის მეცნიერებს. წინასწარმეტყველი ესაიას განმარტების დროს ერთ-ერთმა პირველმა ეს თქვა იოანე ოქროპირმა. შეიცანი დედამიწის წრე, ხედავ რომ დედამიწა წრიულია? წრე გვიჩვენებს დედამიწის მრგვალ ფორმასაც. სასარგებლოა ვიცოდეთ ეს, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვაცდინოს წარმატ ფილოსოფოსთა იგავებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ დედამიწა დისკის, მდელოს, თეფშის ან სხვა მსგავსი ფორმების მაგვარია. ამჟამად ფაქტია ეს, რომ ჩვენ კოსმოსური სივრცის გარემოცვაში ვიმყოფებით, მაგრამ წარმართები ადრე ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ეთერი ან მინუსებური სფეროები, რომლებზეც უძრავად იყვნენ დამაგრებულნი მზე, მთვარე, პლანეტები, ვარსკვლავები. სამყაროს შესაქმნის შესახებ მსჯელობის დროს კოსმოსური სიღრმისეული სივრცის არსებობაზე ცალსახად მიუთითებდნენ წმინდა მამები. წმინდა ბასილი დიდი მე-4 საუკუნეში 6 დღის შესახებ საუბრებში ამბობს: დედამიწას ყოველი მხრიდან სიღრმისეული სივრცე გარს შემოერტყმის. სიტყვის გარს შემოერტყმის გამოყენება ასევე გულისხმობს დედამიწის სიმრგვალის აღიარებასაც. ამასვე ამბობდა იოანე ოქროპირიც, ასევე მე-4 საუკუნის მოღვაწე წმინდა კირილე, იერუსალიმის არქიეპისკოპოსი. ერთ-ერთ თავის დამოძღვრელ სიტყვაში ამბობს: დედამიწა, რომელზედაც ვცხოვრობთ, ცის კაბადონზე ჰკიდია როგორც წერტილი. შევთანხმდეთ, რომ ასეთი ზუსტი ასტრონომიული ხედვა მეცნიერებს მხოლოდ ტელესკოპის გამოგონების დროს 1000 წლის შემდეგ გაუჩნდათ. დასკვნა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცალსახად ჟღერს. მეცნიერული პირველ საწყისის, ან რაც იგივეა რელიგიური ღმერთის პირველადობის აღიარების გარეშე ჩვენი აზროვნება და ცხოვრება აზრს მოკლებული უგუნურება და თვალთმაქცობაა.